საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძის ანტიუკრაინულ და პრორუსულ განცხადებებს არ გმობს, თუმცა არც იზიარებს. ასე გამოეხმაურა ტაბულასთან სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი მღვდელი მიქაელ ბოტკოველი სინოდის წევრის ქადაგებას, სადაც ის მრევლს მოუწოდებს ილოცონ, რომ რუსეთმა უკრაინა და ბელორუსი დაიპყროს. მეოთხე სპირიდონმა განაცხადა, რომ რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა ერთი სახელმწიფო გახდება და ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ. საქართველოს საპატრიარქოს გვაქვს რაიმე კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მეოთხე შეუძლია ნებისმიერი აზრი გამოთქვას, რასაც თვითონ ფიქრობს ის აზრების გამოთქმაში ალბათ ყველა ადამიანი შეუზღუდავია. საქართველოს საპატრიარქო იზიარებს თუ გმობს აი ამ განცხადებას? არ არის საუბარი გმობაზე და არ გმობაზე. თქვენ მეკითხებით მე რომ ეს არის თუ არა საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. მეგეუბნებით რომ ის რასაც მეუქე სპირიდონი ამბობს არ არის საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კონდეს განსხვავებული აზრი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. რატომ გახდა მეუქე სპირიდონის ნათქვამი ჟურნალისტებისთვის ასეთი სხვადასხვაობის მიზეზი. ზოგიერთი ხო ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა ან ამერიკამ უნდა გააერთიანოს ხო მსოფლიო. ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ამბობს, რომ რუსეთი საბოლოოდ დაიპყრობს უკრაინას და იქ მონარქია დამყარდება, რომლიცაც მისი თქმით ანტიქრისტესაც შეეშინდება. წინასწარ არის 30 წლის წინა ყველაფერი წინასწარ ნაწილასწარ მეტყველები რას დღეს ხდება უკრაინაში და საოცარი რამე წერია იქ. იქ წერია, რომ აუცილებლად კიევ-პეჩოვანის მამების ლოცვით უფალი გაანთლიანებს, გააერთიანებს აი ამ სლავებს, რუსული ტომის სლავებს, უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს და ეს იქნება ძალიან დიდი სამთავრო, ძალიან დიდი სახელმწიფო ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ, ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო. ეპისკოპოსისვე თქმით, დასავლეთის სამყაროს, ამერიკელებსა და კათოლიკურ სამყაროს უხარია, რომ უკრაინაში მართლმადიდებლები ხოცავენ ერთმანეთს და ამიტომ ხელს უწყობს ძმათა მკვლელ ომს. პრორუსი ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში დასავლეთის წახალისებულია. ეს ერთი ხალხია, ეს არის ასე ვთქვათ, კიევსკაია, რუსკაია, იყო შემდეგ ნაწილებად, ეს არის მოსკოვის რუსეთი, ბალშაია რასია, ეს არის ბელაია რასია, ბელორუსია და ეს არის მალაია რასია. რომელსაც გვიოდა კიევის ოლქები. ესე იყო ყოველთვის, ეს იყო ერთი ხალხი, ერთი ერი და ამდენად ძალიან მოსადგენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზები, დაპირისპირები და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მზაკრობით დღეს იქ მიდის ძმათა შორის სისხლისღვრა და აი ჩვენ მივედროთ უფალს, რომ კიევ-პეჩოვის მამების ლოცვით ეს ყველაფერი მოგვარდეს. ამავე ქადაგებაში ეპისკოპოსი ამბობს, რომ ის ქართველს ვერ უწოდებს ადამიანს თუ ის ოკუპანტ ქვეყანას ლანძღავს. აი ხა ზოგი დღეს ამბობს, ლანძღავს აგინებს რუსეთს, ლანძღავს აგინებს ბელორუსიას და ლანძღავს აგინებს მართლმადიდებელ სამყაროს. ქართველი ზოგი რა ვთქვა, ხა იმას ქართველი როგორ უწოდო? მე ვერ უწოდებ იმას ქართველს. ამ და არა მხოლოდ ამ ქადაგების შემდეგ, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქი პირდაპირ პროპაგანდირებს ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ, ხოლო საქართველოს საპატრიარქო მის მოსაზრებას არ გმობს, რჩება ერთადერთი კითხვა. ეკიგინათ ქართველებს?